უნგრეთში ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება არა მხოლოდ უნგრეთის მომავალზე, არამედ რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებზეც. ბუდაპეშტი მსოფლიოს ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გამო იქცევს. ის ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული სისტემური კორუფციისთვის. ხოლო უკრაინის ევროკავშირი დაჩქარებული წესით გაწევრების საკითხში ბუდაპეშტი ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ძალაა. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების შედეგად უნგრეთი, რომელიც გასული 15 წლის განმავლობაში ევროკავშირში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა, შესაძლოა ევროკავშირში კონსტრუქციულ პარტნიორად გადაიქცეს. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. წინა საარჩევნო კამპანია კი ახალ ფაზაში შევიდა. პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან წინასწარი მონაცემებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პეტერ მაგიარის პარტია ტისა ლიდერობს. ამ ფონზე ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტიამ წინა საარჩევნოდ ანტიუკრაინული კამპანია გაააქტიურეს, სადაც კიევს უნგრეთის მტრად წარმოაჩენენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დიდწილად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რომელმაც გასულ კვირას ვიქტორ ორბანს მხარი ოფიციალურად დაუჭირა. ვიქტორ ორბანი თებერვლის ბოლოს ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს ვაშინგტონში, სადაც დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოს ბოლო 6 თვის განმავლობაში მეორედ დაესწრება. უნგრეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელიც დონალდ ტრამპის საბჭოს შეუერთდა. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა მშვიდობის საბჭოს გაეროს წესდებასთან შეუთავსებლად მიიჩნევს და მასში მონაწილეობას არ აპირებს. ამ ყველაფრის პასუხად კი დონალდ ტრამპმა უნგრეთს ნება დართო რუსული ენერგიის იმპორტი კიდევ 1 წლით გააგრძელოს. მან ვიქტორ ორბანი მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მკაცრი პოლიტიკის გამო შეაქოდა, დიდებულ ლიდერად, პატრიოტად და კარგ მეგობრად მოიხსენია. ევროკავშირთან ურთიერთობების გამოსწორებას გეგმავს ვიქტორ ორბანის მთავარი კონკურენტი პეტერ მაგიარი, რომელმაც წინა საარჩევნოდ 240 გვერდიანი მანიფესტი გამოაქვეყნა. დოკუმენტით სახელწოდებით ფუნქციონალური და ჰუმანური უნგრეთის საფუძვლები დეტალურად აღწერს პარტიის გეგმებს, იმას თუ როგორ უნდა გადარჩეს უნგრეთი, რომელიც ოპოზიციის თქმით ვიქტორ ორბანმა, მისმა ოჯახმა და მთავრობასთან დაახლოებულმა ბიზნეს ელიტამ გაიტაცა. დოკუმენტი დაბალი შემოსავლის მქონე პირებისთვის გადასახადების შემცირებაზე საუბრობს, ხოლო იმ უნგრელებისთვის, რომელთა ქონება 1 მილიონ ფორინტზე, ანუ 2,6 მილიარდ ევროზე მეტ შეადგენს, სიმდიდრის გადასახადის დაწესებას გეგმავს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარტია ტისას ლიდერი ამბობს, რომ უნგრეთს იმ მილიონობით ევროს დაუბრუნებს, რომელიც ამჟამად ევროკავშირს აქვს გაყინული უნგრეთის მთავრობასთან კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო. მანიფესტში ასევე ნათქვამია, რომ უნგრეთი მზად უნდა იყოს ევროზონაში გაწევრებისთვის, რასაც ვიქტორ ორბანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან მისი თქმით, ევროზე გადასვლა ქვეყნის სუვერენიტეტსა და კონკურენტუნარიანობას დაასუსტებს. პროევროპული პოლიტიკის მიუხედავად, როდესაც საქმე რუსული ენერგეტიკის მიღებასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას ეხება, პარტია ტისას პოზიცია მოქმედი ხელისუფლების პოზიციას ემთხვევა. მანიფესტის მიხედვით, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შეწყვეტა მხოლოდ 2035 წელს იგეგმება, რაც ევროკავშირის მიერ დადგენილ ვადას 8 წლით ცდება. მანიფესტში ასევე მითითებულია, რომ ტისა ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრების ნებისმიერ დაჩქარებულ პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ პეტერ მაგიარი ბრიუსელთან თავს ორბანზე ნაკლებ რადიკალად და მეტ კონსტრუქციულ პოლიტიკოსად წარმოაჩენს, მას ევროკავშირთან ზედმეტად დაახლოება არ სურს, რადგან უფრთხის ამომრჩევლის დაკარგვას.